საფრანგეთში არ დავждებით. რა გინდა თვითონ გაუკვირდეთ ხალხს. კოკა მილაპარაკა რომ ჩვენ ვისთანაც ვინც ვაპირებთ ერთად გაერთიანებას ეს ადამიანები დეკემბრის 10-დან 20 რიცხვამდე გამოვაცხადებთ ჩვენი ერთობის შესახებ და გაგრძნობთ რომ ის ხალხი რომელზედაც ახლა ესეთი უხერხულობა ექნება ტელემაყურებლებს ის ხალხი ჩვენთან აიქნება ჩვენ ის თანამებრძოლები ვართ ვაპირებთ ასეთ ტიპის გაერთიანების ჩამოყალიბებას. ეს არის რა დედიბოდში თქვენ პირველი იყავით სხვა ჩვენ და მე ჩვენ პატივცემა მე 2020 წელს დაგიფიქრეთ მე რომ მარტო ჯარისკაცად დადექით. ჩვენ პირველი გამოხდით ფაქტიურად ნაციონალურობის. ხა კუკავა აქ ჩვენ ეთერში მე მახსოვს ჩემასერი მაპ სადაც დანებდა რომ რაღაც ნიუბების პროცესზე ნაციონალ სოციალიზმი იქნა გამოცხადებული კანონ გარეშე, ეს უნდა გამოცხადდეს ნაციონალურობა კანონ გარეშე. ეს კიდე აი ეს ის არის ნაციონალურობის გაერთიანებაში, მათთან ეს ადამიანები ძანებს კახა კუკავა რომ ვერსიანდები თუ დედამიწა. არავის არის გაერთიანება ვიღაც დღევანდელ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ან გუშინდელ ხელისუფლების წარმომადგენლებთან რა თქმა უნდა ჩვენ არ ვაპირებთ მაგრამ შეგახსენებთ ერთ ხალხს ირაკლი ოქროაშვილი რომელიც იყო მარჯვენა ხელი მიხეილ სააკაშვილის ირაკლი გამოვიდა თანამდებობა დატოვა ასეთ რამის თუ ვინმე გადადგამს ჩვენ ამას დარჩეულ იგივე ნოღაიძემას ხადატოვა თანამდებობა და სათქვა ამათთან ყოფნა არ შეიძლება არა ნოღაიძეების შემთხვევა სრულად განსხვავებულია გეთახმებით ამაში უნდა გითხრათ რომ ერთი მარტივი ამბავია თუ კი სააკაშვილის გუნდიდან მისი გავლენიანი წევრები დაიწყებენ სამოსხალს ამაში მე სულ არაფერს არ ვხედავ პირიქით ეს არის გამადასტურებელი და მიმანიშნებელი იქნეს რომ ამ ხელისუფლების ამბავი არის წასული უკვე და გამთავრებული ამიტომ ჩვენ ამ პროცესებსო ხელი შეშლა დაუწყოთ ახლა მე ვფიქრობ ეს არის თემა გონივრული ფაქტები და ჩვენ არც ვაკონტროლოთ ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ამ პროცესებზე ვიმოქმედოთ ესა წამოვიდეს ვინმე ხელისუფლებიდან და უთხრათ შენ ეხლა წამოხვედი შენ ხო ასეთი ხარ ესეთი ხარ ამისგან ვიკავებ თავს უბრალოდ ეხლა თუ აკვირდები ჩვენი პოზიცია ესეთია თორემ თანამებრძოლები ვინცა ვარ ჩვენ ერთად ვისაც ერთმანეთი გამოგვიწია ერთმანეთთან ვიყავით ჩართულები ამ ამბავში რა თქმა უნდა ეს ადამიანები ვაპირებთ ისევ გაგრძელებას რაც შეეხება იმას ბურჯანაძის როლი რა იქნება ნოღაიძელის როლი რა იქნება კითხვარიშვილის როლი რა იქნება მათ თუ აქვთ იმედი და მხარდაჭერის საზოგადოების ჯერა ასეთ შემთხვევაში მათ უნდა გადადგან პოლიტიკური ნაბიჯები ოპოზიციური ნაბიჯები უნდა გადადგან ჩვენ ოპოზიციის შესასვლელ კარებში ავდგავართ ბატონ დავით და არ ვეუბნებით აბა შენ შემოდი შენ არ შემოხვიდე ამას ყველა ადამიანი თვითონ წყვეტს და ყველა ადამიანს ღერთვა მისცა თავისუფალი ნება და ჩვენ ამ ადამიანებს ამ ნებას ვერ წავართვით რა თქმა უნდა გამოვიდნენ ჩვენ უნდა მოვამზადოთ ყველამ ერთად რომ მშვიდობიანი დემოკრატიული გზით მივიყვანოთ ეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე. რაც შეეხება ქალბატონი გასაბრძანებს, იმ ახალ არჩევნებში ყველა ის ექნება თავისი მეყოლება თავისი ლიდერი თუ თავისი პერსონა, რომელსაც ის დაუჭერს თავს, რომელსაც ის აერჩევს და მაშინ გადაწყვეტონ ეს ნოღაიძელი ურჩევნიათ, ბურჯანაძე ურჩევნიათ, კითხვარიშვილი ურჩევნიათ თუ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები თუ ვინმე სხვა. ეს არის მაშინ გადასაწყვეტი საკითხი. ეხლა ეს ამ წუთას ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემა ხალხო ეს კი ვამბობ ჩვენ რომ წასული არის სააკაშვილი და დარწმუნებული ვარ იმაში და ვიცი რომ წასულია მე მაქვს იმაზე მეტი ინფორმაცია ვიდრე აქვს ჩვენს ტელემაყურებელს შემთხვევაში პოლიტიკური წრეებიდან საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ევროპის და ამერიკის წამყვანი გაზეთებიდან რომელზედაც ხელი არ მიუწვდება ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს და ვიცი რომ ეს დამთავრებული ამბავია მაგრამ ჩვენ მარტო ისე კი არ გვინდა რომ ოღონდ ეს მოვიშოროთ ეხლა და მე რაც გინდა ის მოხდეს არავითარ შემთხვევაში მე უნდა მოვიდეს ამ ქვეყანაზე შეყვარებული ამ ქვეყნის შვილი უნდა მოვიდეს ისეთი ძალა რომელიც είναι გაწონასწორებული და რომელიც იზრუნებს ამ ქვეყანაზე ახლა გადაწყვეტს ვიცი რომ აბა რა თქმა უნდა გადაწყვეტოს დიდი მადლობა საინტერესო მოსაუბრეები იყო ყოველ შემთხვევაში მაგალითად გითხრათ რომ მოგზაენ ბატონო ზია ბატონო კოკა დაბელოდეს საინფორმაციო შემდგომ ბატონი პატა ზაქარიაშვილი ესე ვთქვათ ხელხელ ამდენს მოგვაწვის შენების გრანდიოზული შეხვედრიდან დაბელოდეს ერთხელ ბატონებოდა მეორე ბლოკის სტუმარი ბატონი პატა ზაქარიაშვილი გახლავთ ჩვენი სტუმარი ბატონი პატა მადლობა მინდა გითხრათ რომ მოგზავნით ჩვენთან და თქვენ ვფიქრობ ყველაზე ესეთი მეუკერძოებელი და ობიექტური მომჭრიყავი ხართ უახლოესი ქართული ისტორიის და დღესდღე კვლავ დაიძაბა მცენარე ზონაში სიტუაცია არასტაბილურობა იქ იყო და არის ალბათ იქნება მაგრამ რაღაცა უცნაურ
ესე ვთქვათ, სამხედრო თამაშებს ვიტარებენ ჩვენი კეთილი მეზობლები ჩრდილოეთიდან, ასევე არეულდარეული და აწესილი არის სიტუაცია გაოსში. მოდით აი ამ თემებზე ვისაუბროთ, მით უმეტეს ეს თუკი ადრე დაუშვათ ეკაკას რეჟიმი ქონდა, დღეს არის ჟენევაკა და რაღაც უცნაურობებია. თუკი ადრე ეს რაღაც ფორმულა სადიალოგო იყო ხილვალთან დაკავშირებით, ეხლა ჟენევაში გადაგვიგზავნის და იქ უკვე სამსუბიექტთან ერთად გვიწევს სამი ჩვენი ოპონენტები და დანარჩენები, ესე ვთქვათ, მეგობრები და ნახევრად მეგობრები. ფონი შეიცვლილია, აშკარად არასახარბიელო საქართველოს და ჩემი საზრით მეგონი მივექანებით რუსეთისაკენ და მივექანებით რუსული გავლენისაკენ. აი მე ჩემ სუბიექტურ აზრით ვფიქრობ, აი 93 წლის ბოლო დეკემბერში რა სიტუაციაც იყო საქართველოში, რაღაც იმ ფაზაში ვარ. ძალიან ცუდად ჩავიჩოჩებ 93 წლის სიტუაციისაკენ და ძალიან ცუდი ფონი გვაქვს. მე მიკვირს ძალიან ბევრი და ბევრი პოლიტიკოსი ოპოზიციიდანაც აღრებს და ისაიდანაც უკვე აფიქრებენ, რომ ღია დიალოგზე წავალთ რუსეთთან, რა უნდათ ამ რუსეთთან, რუსეთს ვატორი დაგვაწყდა, რაც უნდათ ეს დიალოგები და ჩასვლები და გამოსვლები. არ მისით ცუდი მოძრაობებია, არასასია მონოფონიანი და ჩვენ მდგომარეობაზე დარწმუნებულად გამოგვიყვეთ ანალიზის გაუკეთებ ჩვენს მაყურებლებს. რა უნდათ ცხინვალის ესე ვთქვათ სეპარატისტებს, რა უნდათ სოხუმელებსა და რა გვინდა საერთოდ ჩვენ. მეგონი საბოლოო და ჩამოყალიბებული პასუხი არავის არ აქვს. ის კი რომ მე არ მაქვს საბოლოო, არავის არ აქვს. არც კინორელებს არ აქვს, არც საფაზებს, არც ქართველებს, არც რუსებს. ყველა ცდილობს დღეს ახლოს ჭარბაკი თამაშის წინა პერიოდი არის, როცა ყველა ცდილობს თავისი პოზიციები გაიმყაროს. სანამ აი დღეს დაიწყო ფაქტობრივად რეალურად ჟენევაში რაღაცა მოძრაობები, ასაც ზოგადად ხმოდა მინესალები და ყოველთვის მიმაჩნია რომ მოლაპარაკება ჯობია ყოველთვის, ვიდრე ნებისმიერი უაზრო მოლაპარაკება ჯობია. საერთოდ კონტაქტებს არ არსებობს, იმიტომ რომ თუ გინდა როცა ჩაიშლება მოლაპარაკება ან და ისეთი შედეგით არ თავდება როგორც შენ გინდა, იმ მიზეზი მაინც იცი, რატო პროცესი ასე მიდის. მაგრამ როცა შენ არ ხვდები არავის, არა მიზეზი არ იცი, გახდება. შენ არ აგაქვს ხელი პულსზე და შესაბამისად პროცესი შენგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუმცა ხა ჩვენი პროპაგანდა, ცალკე აფხაზური პროპაგანდა, ცალკე ოსური და ცალკე რუსული პროპაგანდა თავსასაგებლად ილაპარაკებენ, რაც მოხდა ჟენევაში, მაგრამ ფაქტია რომ რაღაცა პროცესის, რაღაცა დაწყების დაწყება დაიწყო, რაც ძალიან შორს არის, რა თქმა უნდა, საბოლოო შედეგამდე. მანამ სანამ დოკუმენტი არ დაედება და დოკუმენტზე ხელი არ მოეწერება და არ უნახავთ ვინ როგორ აწევს, მანამდე ყველაფერი არის თამაში. ის მონაწილეობდა ასე, ეს მონაწილეობდა ისე, ის აქედან ჩამოვიდა, ის აქედან შევიდა, იმას ესე კეთაგულზე, იმან ეს თქვა. ყველაფერი სასაცილოა, მანამ სანამ დოკუმენტზე ხელი არ მოეწერება. ამიტომ დაიწყო პროცესი და ნახოთ როგორ წავა, ალბათ სადღაც თებერვალ მარტისათვის ალბათ რაღაცა გამოიკვეთება. მე მაგას უფრო მალე გამოიკვეთოს რაღაცა, მაგრამ ალბათ თებერვალ მარტისათვის, როცა ამერიკაში შეიცვლება ადმინისტრაცია და ახალი ძალები ჩაერთვება ამ პროცესში, იქნებ იმ დროისთვის უკვე გამოიკვეთოს რაღაც გარკვეული კონტურები. აი ლევანდელის შეხედვის სხვა დაიწყება სიტუაცია და საერთოდ ეს სამხედრო რაღაც ციგინძურები იმისთვის ხარ ხდება, რომ რაღაცა დაჩქარდეს, ან გართულდეს, ან აგორდეს, ან აი იქაური მოხმარებისთვის ხო არ ხდება ხოლმე? გამორიცხული არაფერი არ, როგორც წესი, როცა რაღაც ხდება საერთაშორისო დონეზე სერიოზული ღონისძიება, ან რუსეთი თავის მხრივ, ან საქართველოს აკეთებდა ხოლმე ამას. ყველა დაინტერესებულია მოხდეს სიტუაციის ესკალაცია თავის სასარგებლოდ. რაღაც აფეთქება, რაღაც ტერაქტი. და ეს ნიშნავს, რა თქმა უნდა, რეზონანსს მეც ყოფილი ვარ მაგალითად რამოდენიმე შეხვედრებზე. მოლაპარაკებებს კი მაგალითად 90-იან წლებში ტარდებოდა და მაშინ როცა ტარდებოდა მოლაპარაკებები, სწორედ იმ დროს ხდებოდა დაძაბულობა საქართველოში და ჩვენ ზუსტად არ იცი ხოლმე რა ხდება. მაგრამ დაძაბულობა ესეც სერიოზულია, რომ არავის არ ცალია მოლაპარაკებებისათვის და ყველა იყურება პრესისაკენ, წერეკავენ თავის ქალაქებში და თავის ხელმძღვანელობასა და არ ყოფილ რა ხდება. ბუნებრივია ასეთი ღონისძიებები ტარდება, მაგრამ მე გულისხმდება ერთ რამეზე, მე მგონი რომ რუსეთი მართავს სიტუაციას. თავის სასარგებლოდ და როგორ მართავს იცით, ჩაგვიყოლია დავაში არ აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე, არამედ ესოფელი ვისია, ამ სოფელში ვინ იყო? ანუ ფაქტიურად ჩვენ დღეს ვზაობთ ქართულ ოსურ სოფლებზე. არა ქართველები წინათ იყვნენ, არა ოსები წინათ იყვნენ, არა ინდუს ესე იყო, არა გამსახურდიც ესე იყო. ანუ აშკარად ჩაგვიწრია წვილმა დაწვიმანებულ სიტუაციაში. ვთქვა, ჯავაც ქართული არის. ცხინვალიც ქართულია.